ვინდა რატომ დაამონტაჟა პატრიარქის საახალწლო მილოცვა? კითხვები ბევრია საზოგადოებაში, თუმცა საპატრიარქოში მხოლოდ ბუნდოვანი განმარტება კეთდება. უმაღლესი სასულიერო იერარქებიდან, რომლებიც პატრიარქის 92 იუბილესთან დაკავშირებით დღეს საპატრიარქოში იმყოფებოდნენ, მედიასთან მხოლოდ მეუფე ნიკოლოზმა ისაუბრა და მცირედი კომენტარით შემოიფარგლა. მანამდე კი განმარტება გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმაც, თუმცა კითხვები კვლავ პასუხგაუცემელი დარჩა. რა განმარტებები კეთდება საპატრიარქოში და როგორია თეოლოგების შეფასება? ნინი ჟიჟიაშვილი ისაუბრებს თემაზე დეტალურად პირდაპირ ეთერში. ნათია 1 იანვარს გამოქვეყნდა ეს მიმართვა მილოცვა პატრიარქის და ჩვენ დღემდე არ ვიცით ვინ და რატომ გაავრცელა დამონტაჟებული ვიდეო. პასუხი ვერ მივიღეთ ვერც ანდრია ჯაღმაიძისგან და ვერც იმ სასულიერო იერარქებისგან, მაღალი იერარქებისგან, რომლებიც დღეს საპატრიარქოში იმყოფებოდნენ, ვინაიდან დღეს არის ილია მეორეს იუბილე, მას ეწვივნენ სინოდის წევრები, მაგრამ მედიასთან არც ერთ მათგანს არ გაუკეთებია კომენტარი. კომენტარი გააკეთა მხოლოდ მეუფე ნიკოლოზმა, ახალქალაქის კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა და მისი განმარტებაც არის ძალიან გაუგებარი, მსუბუქად რომ ვთქვათ, მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვიღაც კონკრეტულმა პირმა, ვინც ეს ვიდეო დაამონტაჟა, მას სურვილი ჰქონდა, რომ რაღაც გამოსულიყო უკეთ, მაგრამ გამოუვიდა ისე როგორც ყოველთვის. ეს ვიდეო, როგორც გითხარით, 1 იანვარს გავრცელდა, გამოაქვეყნა გვერდმა, რომელსაც ჰქვია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური და ირკვევა სახელიდანვე, რომ ეს უნდა იყოს გვერდი, რომელსაც მართავს ანდრია ჯაღმაიძის სამსახური. სწორედ ის არის აი ამ სამსახურის უფროსი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. გუშინ კი ანდრია ჯაღმაიძემ გაავრცელა ერთგვარი აღიარება, იყო ეს მისგან და ეს მოხდა ისტორიაში პირველად. არაერთხელ ყოფილა მithქმა-მოთქმა ამა თუ იმ საკითხთან მიმართებით, მაგრამ ანდრია ჯაღმაიძე ყოველჯერზე დუმდა და არ პასუხობდა არც ჟურნალისტების შეკითხვებს. გუშინ კი მან Facebook პოსტით გამოაქვეყნა, სადაც ის წერს, რომ ეს ვიდეო არის ნამდვილად დამონტაჟებული და სავარაუდოდ ის გაემიჯნა ამ ყველაფერს, რადგან თქვა, რომ უკვე წაშლილი იყო ეს ვიდეო, ამ სახით არ უნდა გამოქვეყნებულიყო და როგორც მინიმუმ უნდა გაკეთებულიყო განმარტება იქვე, როდესაც ვიდეო ქვეყნდებოდა, რომ ეს კადრები იყო დამონტაჟებული. საუბარი შეუძლია, გალობა, იქ ჩვენ ვიგალობთ ერთად, აი, როდესაც ის ვიყავით. გამოირიცხავთ, ვიცი რომ თითქოს ის არის უძლური ვიდეო. რას ნიშნავს ის ვიდეო, რომელიც გავრცელდა? არ ვიცი, ეხლა ვიღაცამ ეთქობა რა. ხდებათ ხო, ნახეთ რომ ეხლა მე იმას არ დავასახელებ წყაროს, მაგრამ ერთ-ერთი ცნობილი, ძალიან ცნობილი პოლიტიკოსის ცნობილი ფრაზაა, რომ გვინდოდა როგორც უკეთესად გამოვიდა, როგორც ყოველთვის. თქვენ გამოირიცხავთ რომ ეს ყველაფერი დაგიგვილი პროვოკაცია. არა, რა პროვოკაცია, კაცო, ვიღაცამ რაღაცა ვერ იმასქნა. გასავინებთ, რატომ დაამონტაჟეს? თავად რა რეაქცია ქონდა? აი, ხო, გერს უკეთესად უნდოდა და ესე გამოვიდა და ეხლა ნუ. მეუღლე, თავად რა რეაქცია ქონდა თუ ესაუბრეთ მას? არა, როგორ ვესაუბრე, კაცო, ის იყო დღესასწაული იყო, ეხლა რა დაგხო, მაგის ეხლა ინტერვიუს ხوار ჩამოვარდნით. ასე რომ ყველაფერი კარგად არის. პატრიარქის საახალწლო მილოცვასთან დაკავშირებით ზოგი ადამიანი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს იხსენიებს აუგად. დეტალურ ახსნებს ვერ დავიწყებ რიგი მიზეზების გამო. უბრალოდ სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ არაფერი ამასთან არც მე პირადად და არც სამსახურს არ აკავშირებს. ამასთანავე, რადგან ასეთი სახის დამონტაჟებული იყო, ვიდეო არდევს ჩვენი სამსახურის გვერდზე. მიმაჩნია მინიმუმ მითითებული უნდა ყოფილიყო, რომ ეს არის მონტაჟი და არა ორიგინალი. ანდრია ჯაღმაიძის აღიარების შემდეგ არაერთმა თეოლოგმა და ანალიტიკოსმა დაწერა, რომ ეს იყო პირდაპირი დადასტურება, მინიშნება იმაზე, რომ პატრიარქის ჯანმრთელობა არის სავალალო მდგომარეობაში და მას უკვე აღარ შეუძლია მათ შორის არც საახალწლო მილოცვების ჩაწერა და გავრცელება. მაგრამ ასევე ამით დადასტურდა, რომ მათ შორის შესაძლოა გაჩნდეს ვარაუდი, რადგან ამ პერიოდის განმავლობაში ხშირად საუბრობენ ხოლმე თეოლოგები, რომ ხშირად არც ის გზავნილები და არც ის წერილები არ ეკუთვნის ილია მეორეს, რომელიც საპატრიარქოს სახელით ვრცელდება და უმეტესად ემთხვევა ქართული ოცნების ნარატივს. და მათ შორის ბოლო პერიოდში იხსენებენ თვალსაჩინო მაგალითად ამისად ქართული ოცნების ლეგიტიმაციის აღიარებას აი ამ ბოლო არჩევნების შემდეგ. სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ ანალიტიკოსები, მაგრამ ისინი თანხმდებიან, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ანდრია ჯაღმაიძემ მსგავსი რამ დაწერა და შეუძლებელია, რომ ეს შემთხვევითან უკონტექსტოდ მომხდარიყო, რადგან საპატრიარქოს
შესაძლოა ახლაც უბრალოდ არაფერი ეთქვა ამ ვიდეოს შესახებ და ერთი დღის ნიუსებს ეს არ გასცდებოდა, მაგრამ ანდრია ჯაღმაიძემ მიზან მიმართულად თქვა, მან დაწერა, რომ ეს ვიდეო იყო დამონტაჟებული და მის სამსახურს ამასთან არაფერი არ აკავშირებდა. შესაბამისად, ვიღაც დაადანაშაულა, ვიღაც, რომელიც პირდაპირ არ დაუსახელებია, ვინ არის მათი ვინაობა, მაგრამ მარტივი მისახვედრი ანალიტიკოსებისთვისაც და თეოლოგებისთვისაც, რომ სავარაუდოდ იგულისხმებოდა შორენა თეთრუაშვილი და მის ფრთის ქვეშ მყოფი ხალხი, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ ეს ახლა გააკეთა ანდრია ჯაღმაიძემ, ამ ადამიანების აზრით არ არის შემთხვევით, რადგან ის პირდაპირ წარმოადგენს პატრიარქის თანამოსაყდრის მეუფე შიოს ინტერესებს და ბოლო პერიოდში ვნახეთ მათ შორის მის მიმართ გაჟღერებული არაერთი ბრალდებაც და საზოგადოებას ახსოვს ისიც, რომ ის ყოველთვის ცდილობს ხოლმე, რომ ქართულ ოცნებასთან სიახლოვე და მათ შორის ყოველთვის როცა რაღაც ეჭვები დგება, გამოასწოროს ეს რაღაცნაირად ანდრია ჯაღმაიძემ, ასე იყო მაშინაც, როდესაც ლომისის ქედზე გამოჩნდნენ მაგალითად ოკუპანტები და მეორე დღესვე ანდრია ჯაღმაიძე იქ ავიდა და საზოგადოებას Facebook ლაივებით არწმუნებდა, რომ არაფერიც არ ხდებოდა. შესაბამისად, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი და ყველაზე მეტი კითხვის ნიშანი სწორედ ახლა აი ამ საკითხთან მიმართებით დგას, რატომ გააკეთა ეს ანდრია ჯაღმაიძემ და ხომ არ აწყობს მას ქართულ ოცნებასთან ერთად, რომ საუბარი დაიწყოს იმაზე, რომ პატრიარქი უკვე არის ჩასანაცვლებელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ერთადერთი რაც შეგვიძლია დადასტურებით ვთქვათ, რომ ხელისუფლება სჭირდება საპატრიარქოს მხრიდან ლეგიტიმაცია და როგორც ჩანს ის ამას ჯერჯერობით ვერ ახდებს, იმიტომ რომ იცით, რომ განსხვავებული ტიპის განცხადებები კეთდება საპატრიარქოსაგან და ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც ეს მოხდა და გამჟღავნდა, რომ პატრიარქი არ არის ამ წუთში უნარიანი თავის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომ გადაწყვიტოს ან გააკეთოს შესაბამისი განცხადებები და თუნდაც ხელისუფლებას დაეხმაროს რამეში, ბუნებრივად დგება საკითხი, ხომ არ ჭირდება ხელისუფლებას დააყენოს დღის წესრიგში ის, რომ თქმედით უნარო პატრიარქი შეიცვალოს მოსაყდრით და ამიტომაც გააკეთა ანდრია ჯაღმაიძემ ეს განცხადება. როგორც ჩანს, ანდრია ჯაღმაიძეს და შესაბამისად მოსაყდრესაც სჭირდებათ, რომ მათ ხელში გადავიდეს ხელისუფლება საპატრიარქოში და ამაში შესაძლოა ეხმარებოდეს ხელისუფლება. არც ეს ვერსია გამოირიცხება. ამასაც როგორღაც გადააგორებდა საპატრიარქო, სკანდალამდეც კი არ მიიყვანდა, ერთი დღის ნიუსით დაასრულებდა, რომ არა ჯაღმაიძის ის განცხადება აღიარებითი რა თქმა უნდა, ეს არის სპეციალურად გაკეთებული საქართველოს საპატრიარქოს პრორუსული ფრთის მიერ იმის დემონსტრირებისთვის, რომ პატრიარქი არის ქმედუნარო და შესაბამისად შემდგომი ნაბიჯები არის გადასადგმელი. მაგრამ ამას აქვს ორი პლასტი, მე როგორც ხედავ, ეს რა თქმა უნდა შედის საქართველოს ხელისუფლების ინტერესში, აი ეს ვითარება, იქიდან გამომდინარე, რომ ქუჩიდან და იმ პოლიტიკური კრიზისიდან, რომელიც ქვეყანაში არის შექმნილი, ყურადღება გადავიდეს საპატრიარქოზე. აქვე ჩვენ უნდა დავსვათ ესე კითხვა, რომ აი ეს მილოცვები ოცნების პრეზიდენტისთვის, ოცნების პოლიტიკური გუნდისთვის, რომელიც გაკეთდა პატრიარქის სახელით, აი ეს ფეიქ მილოცვები ვისი დაწერილია. მიუხედავად იმისა, რომ მეუფე ნიკოლოზი ჟურნალისტებს არწმუნებს, რომ არაფერი არ სჭირს პატრიარქს, მას შეუძლია გალობა, შეუძლია ლოცვა და ცხადია შეუძლია საუბარით, საპირისპიროს მეტყველებს ფაქტი, რომელიც სავარაუდოდ სააშკარაოზე განზრახ გამოიტანეს. ცხადია გულისხმობ დამონტაჟებული საახალწლო მილოცვის გავრცელებას და შემდეგ ამის თქმას, რომ ეს ვიდეო არის დამონტაჟებული. კიდევ უფრო მეტი დეტალი იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება საპატრიარქოში გაირკვევა 7 იანვარს შობის დღესასწაულზე, როდესაც უნდა გავრცელდეს პატრიარქის ყოველწლიური საშობაო ეპისტოლე და ახლა თეოლოგები და ანალიტიკოსები ელოდებიან თუ ვინ წარადგენს ამ ეპისტოლეს და როგორი იქნება მისი ტექსტი.